და პლუს ამას სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა ერეოდეს. ანუ გამგებლები და გუბერნატორები ეს არ უნდა დარბოდნენ. და მესამე ეს არის კონკრეტულად ძალოვან სტრუქტურებზე მონიტორინგის ჯგუფი. ეს ხო შედის თითქოს ადმინისტრაციულ რესურსში, მაგრამ იმდენად დიდია კვედრითი წილი ამ სტრუქტურებისა, მათ კიდე ცალკე უნდა დაწესდეს მონიტორინგის ჯგუფი. აი ეს მაშინებდა ყველაზე ოღონდ მონიტორინგის ჯგუფი მარტო ის კი არ არის დღეს რო წერია კანონში. იქნება მონიტორინგის ჯგუფი და წერტილი. რა უფლება აქვს მონიტორინგის ჯგუფს? არც არაფერი დღეს მოქმედი კანონით. ამიტომ კანონში უნდა ჩაეწეროს კონკრეტული უფლებამოსილებები ამ მონიტორინგის ჯგუფს. აი მეორეა. იმაზეც სახელმწიფო რესურსებს და პოლიციაზე. ეს ყველაფერი აი აქ უნდა მოხდეს. ეს არის მეორეში. ეს არის საკანონმდებლო და მეორე, რაც თქო, ერთი არის უფლება ეძლევა მონიტორინგის ჯგუფს. და მეორეა, რა პასუხისმგებლობა დგება მის მიმართ, ვინც ამ კანონს დაარღვევს. აი ეს არის, ეს ძალიან კაი რამე დახატე ხარ და დაწერე შენ აქ რა. 5P-ს პრინციპი. ამის ავტორობას მე ვერ დავიჩებებ, ეს არის რეზო შავიშვილისგან ბოძებული, ასე ვთქვათ, ფორმულა. გიორგის მინდა ჯერ დაუსვე ესეთი შეკითხვა. შენ გარშემო ატყდა ესეთი ამბავი, რომ ჯერ დაგვდენ და ეხლა არ მოხდა. რამდენთვის წინ იყო? ივლისში. სახლიდან გამოვიდა ივლისში. ციხის მერე იყო? ხო, ეხლა არჩევნების შემდეგ გამოვიდა, აი ჩვენ რომ დავიწყეთ, რომ არ შევედით პარლამენტში და რაღაც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და რაღაც, ეხლა გიორგი ამაზრის ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე მომხრე იყო და ნუ ეთყობა თან ეხლა სამხედრო პირი რომ ამებს ხო რაღაც ჩიშები აქვს, რა უნდა გააკეთოს გიორგი მიუხედავად სამხედრო პირისა, რომელი ეს ეხლა რემბოა რომ გამოვარდება, ან აპირებს თუ არა საერთოდ მაგას, ხო? სახლიდან გამოსული, ეხლა მე იმიტომ ყვები რომ გიორგის ეუხერხულება ალბათ, ხო? არ პრობლემა არ აქვს. სახლიდან გამოვიდა, დიღმის ხიდის ქვეშ დახვდნენ წინ მანქანა, უკან მანქანა რაღაცები, დღისით 11 საათზე, დღისით. ხო. გადმოიყვანეს და მოტეხეს ფეხი, რომ ასთან რამდენი კაცი იყო? 3. არა 3 იყო უშუალოდ ვინც ასრულებდა. კინებით. ფეხი მოტეხეს რომ დააგდეს, რომ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა არ გაეწია. ნუ მე უბედურება რა რაღაც წელის და ავადმყოფო და ტრავმატოლოგიური და რაღაცები და ნუ ამ ჩაიარა რა. 6 მანქანის ერთობლივი მართვა მოყვარულებს ან თუნდაც რაღაც აქტივს არ შეუძლია, ნუ ფიზიკურად შეუძლია 2 მანქანა მაქსიმუმი, რომ ისიც თუ გამოვიდეთ შემთხვევით. ფაქტობრივად 6 მანქანა იღებდა მონაწილეობას დროში კარგად გათვლილი, ისე რომ ქუჩაც გაწმიდეს, რომ მოძრაობა არ ყოფილიყო და ოპერაცია ჩატარდა წამებში. რომ მოძრაობა არ შემეძლო, 2 თვის განმავლობაში მოძრაობა არ შემეძლო. მაგალითიც არის. აი ჩვენ ეს ბესპრინცელი გვაქვს, აი ეგეც შეგვიძლია. ეს არ არის ხო 90-იანი წლებიდან მხედრიანი. ეს თქვი ანალოგიური არის ხო ის რა. უფრო უხეშია. და უფრო უხეში. დღეს ეს ყველაფერი კეთდება ღიად სახელმწიფო სახელით. კორტების პირდაპირ მიხვედა ინფორმაცია გქონდაო დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ და ამიტომ დავხვიდეთ. აი წარმოიდგინეთ დღეს ესე იგი ცხრილავდა დაახლოებით 100-ზე მეტი სპეცნაზელი მანქანა BMW-ს, რომელსაც მოხვეწრილი აქვს 800 წვიაზე მეტი. ეს ხდება დინამოს კორტებთან, დღისით შუა ქალაქში, კულტურის სამინისტროს პირდაპირ. ხო, კულტურის სამინისტროს პირდაპირ. წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს, ვის ამას აკეთებდნენ, დაჟილები კი არ არიან, დაწინაურებულები არიან. ციხეში რატო დაგიჭირეს და რამდენი ხანი იჯექი? დომიც ხათვე ვიჯექი, მაგრამ დაჭერის რატომ ეგ ისეთი მომენტია ხა, ეგ ოქროაშვილს უნდა ვკითხოთ რატომ. დამაბრალეს იმ ბრძანების არ შესრულება, რომელიც არ მიმიღია. ანუ ფაქტიც ხონდა, გამოძიებას თავიდანვე ხონდა ფაქტი, რომ ეს ბრძანება არ მოსულა აკადემიაში. რა იყო ბრძანება? რომ მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ფორმა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ აი ხო ვერ დაასაბუთეს ვერაფერი, მაინც ანუ მისჯით დაამთავრეს მაინც. ადიშვილი და თქვა სააგაშვილი თავიდან წინააღმდეგი იყვნენ, იმიტომ რომ საფუძველი არ იყო, მაგრამ ნუ შიგნით შემდეგ მაინც მოხდა შეთანხმება. ეხლა გიორგი რასაც ყვება, იმათ არ უნდათ, მაგრამ მაინც დაიჭირეთ. აი მაშინ როა მონანიებაში როა რა, ტოქსოპულურო ხალხს მიიყვანს. ხო, აი ხოდა ეგეთ გამათი ჩავსვათ ჯანდაბაში. ჩავსვათ. არბაისელები ერთი მანქანა მომიყვანა. ამილახრები. ჯანდაბაში ჩავსვათ, უყოლა და ჩავსვათ გიორგი. ვინ მოიყვანა? არბაისელები. შედერე. აი, მანქანაში. ახლა გავუშვი ხალხის სახლში. მეგონა მადლობას მეთხოვდით, მთელი მანქანა მტრები მოგიყვანეთ და ჩავკაროთ სარდაფში რა გენაღლებათ, დღეს თუ არა ხვალ ეგებ გამოგაგდით რამეში. ტოქსიკუიჩი. მიბრძანდით. ჯანდაბა შენი თავი დაიმათით. ჩავსვათ ყველა. ყველა ციხეში. ისიდევი თანდები, გაშემო თანდები, ინამარია თანდები, სიაბანდები, და ამ ბევრ მახურებს
აკობის საგანი არის, სულ გამორჩევა მიდის ამაზე და ერთხელ და სამუდამოდ მინდა რომ დავხუროთ, დაიხუროს ეს თემა. წარმოიდგინეთ 2003 წელი, ვარდების რევოლუცია. 3 ნოემბერია, ჯერ სააკაშვილის მიტინგები არ არის დაწყებული. ერთი მხარე იძახის, რომ არის არ უნდა გავიდეთ და არ უნდა დავიწყოთ მიტინგები, მეორე მხარე იძახის, მე მგონია რომ უნდა გავიდეთ და უნდა დავიწყოთ მიტინგები. მე რატომ მგონია და ლევანს რატო გონია რომ უნდა გავიდეთ და დავიწყოთ მიტინგები? იმიტომ რომ აი ეს სიტუაცია მიტინგები ისედაც დაიწყება, ჩაიგდებს ხელში სიტუაციას ერთი კაცი, რომელსაც ვეღარასოდეს ვეღარ გავაჩერებს, შეჯდება ჭხვინზე და გააჩენებს. ეს ხალხი იძახის, არავითარ შემთხვევაში, რა იყო თქვენი ისა? მოდი ახლა შენ თქვი, რა იყო თქვენი არ გამოსვლის მიზეზი რა? ეს პიროვნება მიდის იმ მწვერვალისკენ, გამოკვეთილია ამ აგრესიულ კამპანიაში. ანუ იმისათვის რომ მისდამი კონდეს გამოყალიბებული აზრი, როგორც მინიმუმ უნდა იცნობდე, ხო? წელიწად ნახევარმა, ხო? გამაცნო ეს პიროვნება საქმეში რა? არა მხოლოდ ის ეკრანიდან რომ რაღაცა. ზუსტად ვიცოდი რა ტიპი იყო მატყუარა, არა მატყუარა, სისტემური, არა სისტემური, აი ეს 5P-ის პრინციპი რამდენად ახასიათებდა რა. აგრესიულ კამპანიის დროს გამორიცხული იყო, რომ მისი პირველობისკენ სვლა შეგეჩერებინა. მაგრამ გადაინაწილებდი, ხო? სოფტო, გადანაწილებაზე მივალ, აუცილებლად მივალ. ვინც გადაინაწილა, აცხონოს ღმერთმა, ეგ არის გადანაწილება, ზუსტად. გადანაწილების შედეგია ეგ ყველაფერი რა. ამ ტიპის თანამშრომლობაში შესვლა იყო პრინციპულად მიუღებელი. დავით გურამიშვილს აქვს რა ესეთი ნათქვამი. რაც უნდა ჭირი მომკერძო ბილწს არ შევეკრი ზავითა. ციხე-შიგნიდან ტყდებას მომიგი რა. ხო, მაგრამ ციხე-შიგნიდან რო ტყდება, კარგი არ არის. მაგას ჯობია, რომ პრინციპულად თავიდანვე, იმთავითვე დააფიქსირო შენი პოზიცია, რომ ის არის ბოლშევიკი. Эх, яблочко, да с голубикою, подходи, буржуй, глазик выколю, другой останется, чтоб едал говно, кому кланяться. ფლობოს გაძახებენ. შენ არიყავი იქ რომ შეხვედი და გაძახებდნენ. დღეს რას გაძახებენ? რა მართლები ყოფილხართ? რაც შეეხება შევარდნაძის პარლამენტში როგორც ეძახიან შესვლას, ამას მარტივი ფორმულით ვხსნი რა. შევარდნაძე პირადად ჩემთვის იყო ბოროტება წარმავალი. სააკაშვილი იყო ბოროტება მომავალი. განაკაცია ტვინთხელა ბევრს რომ ფარფატებს ხვირისო. გვაშორე ღმერთო გვაშორე ერისთავობა ვირისო. არივა მთელი ოჯახი ერთი მეორეს წაგვკიდა. მქადაგებელმა ძმობისა ძმობა პირველმა გაყიდა. რას სჩადის არც თვითონ იცის. ვაირა ფრიად ცეტია. ვინაც ტვინთხელას უგონებს იმაზე სიტყვაც მეტია. არ იქნა როდი შევიგნეთ თავი და ბოლო ჩვენია. ისევ ჩვენზე და მართლდება ნათქვამი ძველია. წინ გვიძევს მაგალითები. ცხონდა ამისი მთქმელია. ციხე როს შიგნიდან ტყდება მაშინ იმარჯვებს მტერია. ტვინთხელაზე